მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის, მე თამთედოლიძე ვარ და ამჯერად ვსაუბრობთ უკვე ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და რუსთაველის გამზირის პროტესტზე, რომელიც ასევე 4 ოქტომბერს იყო. Ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონი დავით მამალაძე, ის გახლავთ ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ლიდერი გურიაში. მოგესალმებით ბატონო დათო, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით. მადლობა პირიქით მოწვევისათვის, მაგრამ ასევე საყვედურიც მინდა გითხრათ, რომ კარგი იქნებოდა წინა საარჩევნო პერიოდშიც რომ მოგეწვიეთ. იმიტომ რომ პრაქტიკულად არჩევნები ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში და ყველა ის ცოდვა, რაც დღეს თბილისში დატრიალდა, არის იმ პოლიტიკური ოპოზიციური, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ძალების კისერზე, რომელმაც ამ არჩევნებში არალეგიტიმურ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. კი ბატონო, აი მოდი ცალ-ცალკე შევაფასოთ, ძნელია ცალ-ცალკე შეფასება, მაინც ერთიანი პროცესები ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არჩევნებით რომ დავიწყოთ, როგორ შეაფასებდით? თუნდაც პარტიების გადაწყვეტილებას, რომ შესულიყვნენ ამ არჩევნებში იმ პარტიების ოპოზიციურ პარტიებს, გულისხმობ ლელოს გახარიას და უკვე პროცესებს როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, ამაზე რა სიტყვებით? ჩვენ თავიდან ვიძახდით, რომ ყველა ეს ეგრეთ წოდებული ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები არც ერთი არ იყო ოპოზიცია და ყველა ოლიგარქ ყავდა ნაყიდი. და შესაბამისად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც განვითარდა. და ყველა ეს ცოდვა წეგანს მოგახსენებთ, რომ მაგათ გიზერძია, მაგრამ საერთო პროცესები მაინც მიდის წინ. ყველა თანხმდებით საერთო საზოგადოება, მათ შორის ოცნების ამორჩეველის, თუ ყავს საერთოდ, მაგრამ ძირითადი მასა მაგათი არის გაყალბებული არჩევნების და მიწერილი ხმების შედეგად, მიღებული ხმების რაოდენობით შედეგად არიან ეს ხალხი, მაგრამ ის ამორჩეველიც, რომელიც თავის თავს მოიაზრებს ოცნების ამორჩევლად, ისიც კი შეთანხმებულია იმაზე, რომ ოლიგარქიული დიქტატურა ქვეყანაში არ უნდა იყოს. კულუარული მმართველობა უნდა მოისპოს საქართველოში და ეს პროცესი დაძრულია. ამ პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. იქნება პატარ-პატარა ექსცესი, ცოტა ვადაში გაიწელება, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი მიიღებს იმ დიდ სანუკვარ მიზნებს და ამოცანების შესრულებას, რასაც ქვია დეოლიგარქიზაცია ქვეყანაზე და აღარც ბანკირები იქნება ხელისუფლებაში, აღარც მომღერლები, აღარც სპორტსმენები და პოლიტიკოსები. პურის გამოაცხოს მეპურე. საინტერესოა ის, რომ პური გამოაცხოს მეპურე და გამოაცხობსო თქვენ ამბობთ, ან ეს თქვენი სურვილია, თუ გაქვთ რაციონალური საფუძვლებიც იმისა, რომ იფიქროთ, რომ აი ეს პროცესები ასე განვითარდება, როგორც ასახელეთ. ეს არის ისტორიის მოთხოვნა და თუ გავითვალისწინებთ იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რაც დღეს სოფლიოში ხდება, აი ამ პროცესებს დააჩქარებს. კი ბატონო. კარგით, რომ გადავიდეთ 4 ოქტომბრის მოვლენებზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა. აი მოკლედ გკითხავთ თავიდან, რა მოხდა რუსთაველზე და თბილისში მოკლედ 4 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში. თქვენ როგორ უყურებთ? 4 ოქტომბერი გამოძახილი იყო იმ საერთო სახალხო აღდგენების, რაც უკვე თითქმის 10 წლეულებია დაგროვდა ქართველ ხალხში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ეხლა ყველა პროცესი, რაც დღეს ხდება, այդ დასანქცირების პროცესიდან და მშვიდობიანი მიტინგების ჩათვლით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია არის ყოველთვის სათავეში. ეხლა ჩვენ დამხობისკენ არ მოგვიწოდებია და ის რომ მოგვეწოდებია, აუცილებლად მივიღებით საბოლოო შედეგს, მაგრამ არ მოგვიწოდებია დამხობისკენ, მაგრამ პროცესი, რასაც ქვია მშვიდობიანი აქცია და ოლიგარქის დასანქცირების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ცოტა ხანში თქვენ კიდევ ახალ სიურპრიზებს ნახავთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, მთლიანად სათავეში არის საქართველოს ლეიბორისტული პარტია. გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად აი ამ მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, ანუ რატომ ვერ მოხდა იმ მიზნის შესრულება, რასაც ამბობდნენ აქციის, რა ვიცი, ორგანიზატორები დავარქვათ, ის ხუთეული და ვუწოდოთ, რომლებიც დღეს დაკავებულები არიან პაატა ბურჭულაძეს და პოლიტიკოსებს გულისხმობ დანერგა. ძალიან დიდი სიმპათიები. დეზორგანიზება იყო, არ იყო სწორად დაგეგმილი, საუბრობენ ღალატზეც, რომ კონკრეტულ მომენტში ვიღაცებს უღალატეს. ხალხი არ იყო მზად, ზოგი ამას ამბობდა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ღალატი გამორიცხულია. მე ძალიან დიდი სიმპათიები მაქვს ბატონი პაატა ბურჭულაძეს. ახლა ჩემი სიმპათიები რომ გვერდზე გადავდოთ, ბოლოს და ბოლოს არის საქართველოს და მსოფლიოს პირველი ბანი ქართველი, რომელიც უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს არა მარტო საქართველოს საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგრამ ეხლა წარმოგიდგენიათ, ერთხელ შალვა ნათელაშვილმა თქვა, მე რომ ოპერაში შევიდე და სიმღერა დავიწყო. მოგეწოდებათ? და იქნება ეს ლოგიკას ანახლოს. ამიტომ მე მესმის მისი გულის ტკივილი სამშობლოს წინაშე, ქვეყნის წინაშე, მაგრამ არა პროფესიონალიზმმა მიგვიყვანა ახლამდე. არა პროფესიონალიზმმა, რომ მაშინ რატომ მოხდა ისე, რომ აი როგორც ამბობთ, საოპერო მომღერალი აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში და მოვლენების რაღაც ავანგარდში, ასე რომ ვთქვათ. ნუ ესეც ოლიგარქიული სისტემის და ოლიგარქიული დიქტატურის ბრალია. დაწყებული, მე გითხარით თქვენ
შევარნაძის მმართველობიდან, შევარნაძემ მათ შეუქმნა ნიადაგი იმისა, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში ამ კრიმინალურ ჩინოვნიკებს. შემდეგ ვარდების რევოლუცია, როგორც მოგეხსენებათ, მოხდა არა შევარნაძის საწინააღმდეგოდ, არამედ შევარნაძე უკვე ყალღასული რო იყო, ლეიბორისტული პარტია რო არ მოსულიყო ხელისუფლებაში, მთელი ოლიგარქია, ვანო ჩხარტიშვილი, ოზურგეთელები, სიორიძეები, ჭყონიები, ტოფაძეები შეიკრიბა ივანიშვილის გარშემო და საერთო კლასობრივი ერთობა შექმნეს, მოახდინეს ვარდების რევოლუცია, მოიყვანეს მისი მარიონეტი, შემდეგ 9 წელიწადი გაამეფეს ეს ვითარება, მაგრამ ბოლოს კონტროლიდან გავიდა, მაინც ქარიზმატული პიროვნება იყო და იფიქრა დავკარგოთ ყველაფერი და უკვე 2012 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. ოლიგარქმა გამოაჩინა თავისი წყალები და ეხლა ოლიგარქია რას ეფუძნება ძირითადად? ეფუძნება იციან მათმა, რომ საზოგადოებაში არ აქვს დასაყრდენი და ნებისმიერი ერთ-ერთზე ინდივიდუალურად ვისაც გააჩნია, ყველა ითქმის, რომ ოლიგარქი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ბიზნესმენი უნდა იყოს ბიზნესში, მაგრამ ისინი ეყრდნობიან რას, საჯარო და საზოგადოებრივ ავტორიტეტებს ფიგურებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს. და იყენებენ ამ ავტორიტეტებს. ტყემალაძისთვის მე მაქვს რამოდენიმეჯერ ტაში დაგმობ და ტყემალაძე კი არა ეს, რა გვარია ეს. გამავიწყდა ახლა მაგათი სახელები უკვე იმდენად ანერვიულებული ვარ. ოლიმპიური ჩემპიონები, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ყველა მომღერლები, ხელოვანი მუშაკები, რამოდენიმეჯერ კი არა, უამრავ შემთხვევაში თავის პროფესიულ საქმიანობაში მათი ფანატიკოსი ვიყავ, ფანი ვიყავ, განწყობილი მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თუ თავის პროფესიულ საქმე, მაგალითად ყაველაშვილიძე რამოდენიმეჯერ უამრავ შემთხვევაში როცა ფეხბურთს და ჩემი ფანი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს ის, რომ ჩემი სიმპათიები მან ბოროტად გამოიყენოს და ეხლა მოაჯდეს ისეთ თანამდებობას, რომელსაც არ იმსახურებს და რომელსაც შეიძლება უსყურში გადაიყვანოს მთელი ქვეყანა. და ამის რამოდენიმე მაგალითი ვნახეთ ჩვენ თურქეთში მისი ვიზიტი, გაეროში მისი გამოსვლა სიტყვის, ეს იყო სამარცხვინო რაც მოხდა. ამიტომ ოლიგარქია ზოგადად ეყრდნობა აი ამ ავტორიტეტულ პიროვნებებს და ეს დაწყებულია ვარდების რევოლუციიდან სხვათა შორის და ვაატა ბურჯულაძეც აი ამ მსხვერპლი გახდა. გასაგებია. 4 ოქტომბერს მოყვა დაკავებები. დააკავეს 23 ადამიანი, წუხელ კიდევ დაემატა, თუ სწორად მახსოვს 12 ადამიანი და კიდევ გვაქვს დაანონსებული ირაკლი კობახიძისგან, რომ ეს დაკავებები გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი იქნება დაჭერილი, მოკლედ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ამაზე რა სიტყოდით, ანუ რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი, ეს ადამიანები რაღაცნაირად გაეჩხირნენ და რაღაც ის მსხვერპლი აღმოჩნდნენ ამ ვითარებაში დაკავებულ ადამიანებს გულისხმობ თუ აი მოკლედ ამაზე როგორია თქვენი კომენტარი? ესე იგი, როდესაც რეჟიმი არ იცვლება და არ სურს და კომფორტულ მდგომარეობაშია და ვერც მიყავს სახელმწიფო წინ, არაფერი არც სოციალური პროგრამები მოგვარებულა, არც ტერიტორიული მთლიანობის პროგრამები მოგვარებულა, არანაირი პერსპექტივა მომსავალო ჩანს, ამ შემთხვევაში ხალხი უფლებამოსილია რომ აჯანყდეს. მაგრამ ახლა არის თავარი რასაუბარი, იცი რა პოლიტიკა ხო შესაძლებლობის ხელოვნებაა და რა გათვლები გაქვს. და რა ამ ბიზნეს მისაღწევად რა რესურსი გაგაჩნია. ეხლა მაგის მე აქედან ვერ გამსაზღვრა, მაგრამ დღეს ის პატიმრები არიან პოლიტპატიმრები და ის მათ უსრულებ მალე განთავისუფლებას, ეს მალე მოხდება და სოლიდარობა ჩემი მათ. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მოკლედ დღეისთვის გამოსავალზე რო ვისაუბროთ, თქვენი სუბიექტური აზრით, თქვენი მოსაზრებით და გამოცდილებით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოების უმრავლესობისთვის ქვეყანაში სასიკეთოდ შეიცვალოს ვითარება. ანუ ამ ყველაფრის შემდეგ უკან დარჩა უკვე მშვიდობიანი დამხობის ცდელობა, უკან დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ოცნება სრული უმრავლესობა იყო ყველა საკრებულოში და ყველგან მისი კანდიდატი გახდა მერი. მთელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა რომელია სწორი ნაბიჯები, თქვენ როგორ გონიათ? საერთაშორისო თანამეგობრობა და ის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელსაც დიდი წვლილი მეუძღვის ოლიგარქიის მოყვანაში საქართველოში და რომელსაც ოლიგარქმა გასცა ავანსად და კონსტიტუციაში ჩაწერა ჩვენი ევროატლანტიკური მსრეფობა, ეს სახელმწიფოები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არ ცნობენ ამ რეჟიმს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე. კარგი იქნებოდა რომ ეს 2020 წლიდან დაწყებული იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკულად რეჟიმი ჩვენ კუთხეში მივაქციეთ, მაგრამ მაშინ სხვა საერთაშორისო ვითარება იყო და შარლ მიშელის გეგმამ პრაქტიკულად ეს პროცესი მიწასთან გაასწორა. მაშინ რა თქმა უნდა აბსოლუტურად მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა, დღეს
გამოჩნდა თეთრი და შავი, გეოპოლიტიკა იცვლება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ დადგება ქართველი ხალხის გვერდში, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი ჯერჯერობით. ახლა ერთი და ორი ვფიქრობ, რომ დროში გაწელილია? არა, დროში უნდა გაიწეროს. ახლა ერთმან უკრას რომ ეს პროცესი 1 საათში და 2 საათში დაგვირგვინდეს ძალიან დიდი მსხვერპლი მოყვება, მაგრამ ეს დროში გაწელვა ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს ყველაფერი გეგმის მიხედვით და ყველაფერს თავის დროზე თქვენ ნახავთ. მე იმედიანად ვარ გაწყობილი, ოლიგარქიული რეჟიმის ნაფლეთებად იქცება ძალიან მალე და ქვეყანაში დამყარდება საერთო სახალხო ყოველდღიურ სიყვარული, იქნება არჩევნები, რომელსაც უკვე ხალხი მიიღებს სრულად ნორმალურ გადაწყვეტილებებს და ჩვენ უბედურება არის ის, რომ ბოლო რაც ესე იგი 90 წლიდან რაც კომუნისტებმა არჩევნები ჩაატარეს, იმის მერე არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. არჩევნები რო ყოფილიყო გაუყალბებელი, მოსყიდვის, ძალადობის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე და ყველა ადმინისტრაციული რესურსს და ჩინოვნიკს ჰქონდა თავისი ნების ობიექტური გამოვლენების უფლება, ამ შედეგამდე ჩვენ არ მივიდოდით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი შეფასებებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ვსაუბრობდით ბატონ დავით მამალაძესთან ერთად, ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივ ლიდერთან ერთად. მე მომავალ გადაცემაში დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.